მე ასევე მინდა მივმართო ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლების პროპაგანდისტულ თავარ ინსტრუმენტებს, იმედს და რუსთავიებს. მინდა გითხრათ, რომ თქვენ არაფრით არ განსხვავდებით იმ ნიღბის უკან დამალული ადამიანებისგან, რომლებიც ფიზიკურად ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებს. და უფრო მეცაც გეტყვით, თქვენი პასუხისმგებლობა, როდესაც პარალელურ რეალობას ქმნით, როდესაც საქართველოს ქუჩებში რიგით მოქალაქეებს, ახალგაზრდებს ფიზიკურად უპირისპირდებიან, ძალადობენ მათზე და თქვენს ეთერებში საერთოდ არაფერი არ ხდება, რა თქმა უნდა, ეს არის იმ საფუძვლის და გამართლების მოძებნა, რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ თქვენი პასუხისმგებლობა არაფრით განსხვავდება ნიღბის უკან დამალული არაფორმალური დაჯგუფებებისგან. მინდა მიმართო სამართალდამცავ ორგანოს. მე ძალიან კარგად მესმის თქვენი მდგომარეობა. ჩვენ ყოველთვის ვემსახურებოდით სამშობლოს და საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება პოლიციელმა იძალადოს ან გულგრილი იყოს მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეზე ძალადობენ და მას დახმარება არ გაუწიოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ძალიან კარგად ხვდებით დღეს რა ხდება, რომ დღეს სამართალდამცავი სისტემა და პოლიცია ემსახურება არა მოქალაქეს და არა სამშობლოს, არამედ ერთი არანორმალური ადამიანის ახირებებს. და მე მინდა გითხრათ, რომ თქვენ დღეს იმყოფებით მძევლად ამ ადამიანის ქვეშ და მინდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი, რომელიც შეძლებს და მოიკრებს ძალას, უარი უთხრას ამ მოძალადე დე-ფაქტო ხელისუფლებას, მხოლოდ და მხოლოდ ისტორიის მადლობას დაიმსახურებს. მე მინდა მიმართო ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. აღშფოთებების დრო აღარ არის. დღეს საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იბრძვიან თავისუფლების და დემოკრატიის ფასეულობებისთვის, იმსახურებენ თქვენგან ქმედით ნაბიჯებს და მხარდაჭერას. და ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს არა მხოლოდ განცხადებებში და აღშფოთებებში, არამედ პირდაპირ სანქცირებაში იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ დღეს საქართველოს მოქალაქეებზე და არღვევენ ყველა ნორმას, ყველა ადამიანის უფლებას. საქართველოს იდეურ მოქალაქეს, რომელიც აღშფოთებულია იმით, რაც გუშინ ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ სიმართლე არის ჩვენ მხარეს. ჩვენ ბევრად უფრო მეტნი ვართ და იცოდეთ, რომ შვიდობიანი სამართლიანი პროტესტი არის ჩვენი მთავარი ძალა. შვიდობიანი სამართლიანი პროტესტი უნდა დაუპირისპიროთ მოძალადე ხელისუფლებას და დღეს ყველაზე ბევრნი უნდა ვიყოთ თბილისის და საქართველოს სხვა პატარა თუ დიდი ქალაქების ქუჩებში.